დეტალებითაც არის შემდგარი ესა თუ ის ამოცანა, სწორედ ის უნდა იცოდნენ ბავშვებმა. ამიტომ პირიქით გაგიმარტივდებათ. ეს შეიძლება გამოიყენოთ როგორც სახლში, ისე სასკოლო სივრცეში. მე პირადად გირჩევდით, როდესაც ავხსნით დაუშვათ მასალას და სკოლის პროგრამაში ამოვწურავ ზუსტად იმ საკითხს, შემდეგ უკვე მივცემ დავალებას დამატებითი სავარჯიშო რვეულებიდან. ისინი იმუშავებენ და ამის შემდეგ შეიძლება ვწერო უბრალოდ ტესტირება და იქიდან მივხვდები უკვე გაიგეს თუ ვერ გაიგეს ბავშვებმა. ესა თუ ის საკითხი გაიაზრეს თუ ვერ გაიაზრეს. ანუ ეს იმდენად დალაგებულია, რასაც ეს დამატებითი სავარჯიშო რვეულები ქვია და იმდენად მიყვება წიგნის პროგრამას, ოღონდ სწორედ იმ საკითხებს განიხილავს, რომელი საკითხების ცოდნაც კი აუცილებელია ბავშვებისთვის. იმიტომ რომ შეძლონ შემდეგ მიღებული ცოდნის დაშენება. მათემატიკა არის ის საგანი, სადაც თუ კი ჩავარდნა გვაქვს პირველ-მეორე კლასში, ჩვენ მესამე კლასის დაშენება, მასე ძალიან გაგვიჭირდება. ყოველთვის ვამბობ დასაწყისიდან, შედგენილობები, დაშლის ხერხები, როგორც მიმატების, ისე გამოკლების, გამრავლების ტაბულა, სხვადასხვა კუთხიდან ნაჩვენები. ეს არის აუცილებელი ბავშვისთვის, იმიტომ რომ ამ დროს ის ეჩვევა ზეპირ ანგარიშს და მეხუთე-მეექვსე კლასში მას უკვე პროგრამა აღარ გაუჭირდება. და თუ ჩვენ ამას ასე ვთქვათ, მარტივად გავივლით, რასაც დაშლის ხერხით ქვია, რასაც გამრავლების ტაბულის ირგვლივ სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოების ამოხსნა ქვია, რასაც ის მარტივი ამოცანები, რომელიც ლოგიკურად უნდა გაიაზროს ბავშვმა, რომ პირველ თაროზე ამდენია და მეორეზე ამდენით მეტი, ან მესამეზე კიდევ ამდენით მეტი ვიდრე მეორეზე, აი ეს თანმიმდევრობა, ანუ ამ ყველაფრის არ ცოდნა, იგივე კენტი და ლუწი რიცხვები, ორნიშნა და ერთნიშნა რიცხვები, ასევე წინა და მომდევნო, ასევე უამრავი საკითხია ისეთი, რაც არის მთავარი, არსებითი, ძირითადი და ერთხელ კიდევ გავმეორდები, ძალიან კარგია რთული ამოცანების კეთება, მისი ამოხსნა, მაგრამ ის მეოთხე კლასელისთვის საკმაოდ რთულია, ამიტომ უმჯობესია კლასში დამუშავდეს და ნაბიჯ-ნაბიჯ მასწავლებელმა მიიყვანოს, ასე ვთქვათ, ბოლო წერტილამდე, პასუხამდე. რა თქმა უნდა, ბავშვების ჩართულობა იქ მეტია. ყველას პასუხი მისაღებია, საბოლოოდ ბავშვი თავად დაინახავს, რომელი პასუხია სწორი და რომელი არა და გზა როგორ უნდა ამოიღოს.